ერთგულებაზე საოცარი რამ არი არსებებს არასდროს მეგობარი რატომაა ზამთარში განსაკუთრებით გემრიელი ნაყინი? რა უჩემთვის ზაფხულშიც გემრიელია. იმიტომ რომ რაც აკრძალულია, ის ყოველთვის გემრიელია. ვაუ, ლაზარეს რასიბძნების ცოდნია. მე არაფერი არ მithქვია. ფრანსუა რაბლე მქვან, ფრანსუა რაბლე. არა მკითხენ ბოამბეო, მიტყივე და მიაგდეო, ვინ თქვა? ფრიდრიხ დე გოერიემ. ან ფრიდრიხ დე გოერიემ. აი რა გაცინებ, საჭირო ადამიანმა კაი ციტატები იცოდე. რისთვისაც საჭირო? რავი, ტყუის სასწავლებელია. და კარგი სამოტრაკო ცოცაა. კი, სხვათა შორის სხვაზე გავლენას ახდენენ ასე. ნის სხვაზე? მასებზე. ლაზარე, მეჩვენება თუ პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადები? აბა კარატისტება მინდაო. რატომაც არა, ნაკლები ჭკუა მაქვს თუ რა? ფიზიკური მომზადებაც საჭიროა ლიდერისთვის. მომინდომა ლიდერობა. და რა? არაფერი, უბრალოდ ადრია ესეთ რაღაცებზე საუბარი შემთვის. ჩემი აზრით ადამიანი ბავშვობიდან უნდა ემზადებოდეს იმისთვისაც მომავალში უნდა აკეთოს. მაგალითად პოლიტიკოსობა, ლიდერობა, დისციპლინა ბავშვობიდანვე უნდა გამოვიმუშაოთ. გონევა ბიჭი რომელიც ზამთარში ნაყინს ჭამს. არ ვფიქრობ იმაზე, რომ ყველა ასაკს თავისი ეტაპი აქვს. ჩემი აზრით არ უნდა დააძალო ბავშვს ისეთი რამე, რაც მისი ასაკისთვის არ არის. ადამიანს ქმნის ბავშვობა, თინეიჯერობა, ზრდასრულობა ერთად. არ უნდა გამოტოვო არც ერთი. ამას რას პასუხებთ, ბატონ ლაზარე? გონი ემილიასგან უფრო კარგი ლიდერი გამოვა. აბა რა. მოიცა, ირონია იყო ეს? მართლა გონია რომ ჩემზე უკეთესი ლიდერი გამოხვალ? რა თქმა უნდა 100%-ით. აქ შეჯიბრება ხურდება. ჭუბი. ეგ სხვა დროს უნდა იყვირო ალექსანდრე. კაი, გაჩელენჯებ. ნახოთ რომელი უკეთესი ლიდერია. მაწყობს. ძვირფასო კონკურსანტებო. რა შვევით? რა ხდება? ლაზარე და ემილია ჯიბრებიან, უფრო მაგარი ლიდერი იქნება. რომელი იგებს? აი ნიკას კარგ დროს მოვიდა. ახლა ვიწყებთ პირველ ტესტით. დაურიგეთ ფურცლები. ჩვენ რა ვქნეთ მანამდე? რავი, ვითამაშოთ რამე. წარმატებები ლაზარე. შენ არა წარმატებები. დავიწყეთ. ხუთი ტუთი დაგჭათ. ხო ასტრებთ? მე კი. მე ვაფშე არ ყავს. ვასწრებ კი არა მოვჩუყე და ვამოწმე. კი, აღარ თქვი თქვი. კი, სულს. აი მე დავაჭრა. უნო. არა, ეს მე დავიწყე. მე დავასრულე. მეც დავასრულე.
გავუშვებთ შემდეგ ჩელენჯი, მანამდე ჩვენი კომისიის წევრები, ელენე, დაჩი, ალექსანდრე და ნიკა შემოწმებენ ტესტებს. მოკლედ, ტესტების პასუხები ასეთია. ემილია 92 ქულა 100-დან, ლაზარე 89 ქულა. პირველი ჩელენჯის გამარჯვებულია ემილია. Yes! 1-0. აი რა შუაში იყო ახლა ეს ტესტი ლიდერობასთან. კაი ლიდერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა სწორი მიმართულება. ლიდერს უამრავი ადამიანი მოყვება, ამიტომაც სწორი კოორდინაცია უნდა შეეძლოს. ცალი ფეხით უნდა გავიაროთ? არა, მაგრამ მე და ალექსანდრე სახვეებს გაგიკეთებთ და ოთახში უნდა დაგვიჭროთ რომელიმე. ერთი, ანუ ამ ჩელენჯს უეჭველი ვიგებ. ეგრეს ნუ იტყვი. სწორი ალღა უფრო გოგოებს გვაქვს. მზად ხართ? კი. 3, 2, 1. დავიწყეთ. მოვიგე. 1-1. აუ, სულაც არ მეწინა წაგება იმდენი ხალისე. აუ მეც. მე უნდა გავდი და მოდი საბოლოო ჩელენჯის იდეას მე და გიტოვებთ. აბა გისმენთ. ლიდერს აუცილებლად უნდა გქონდეს თმენის ვალდებულება. მართალია, მაგრამ ჩელენჯი რა შეიძლება იყოს? რამდენი გავიდა დრო? 3 წუთი გახდა ახლა. გონი დროა გავართულოთ, ხო? მოვიტანო? არა. შენ არ გაქვს საუბრის და მოძრაობის უფლება. მოიტან ელენე. ემილი, ლაზარე, 1-1-ია. ახლა უნდა მოინდომოთ ყველაზე მეტად. ლიდერს არ უნდა ამარცხებდეს. 1 პატარა ფარფატა ბუმბული. როგორი სასიამოვნოა, როცა გიფხანება და მოიფხან. ან როცა გეცინება და გემრიელად იცინი. ან როცა დაიღალე ფეხი გტკივა და დაჯდომა გინდა. ოჩა, ჯერ ერთ-ერთ არ გამოძრავებულა. ბოდიშ. და წყალი არავის არ გინდათ? აუ, რა კარგია წყალი. წყალი არა, მაგრამ გასმორვა რა სასიამოვნოა. ლაზარე. რა ქენი? სისულელეა რა ეს ჩელენჯი. მოვიგე ხო? კი, 2-1. ლიდერობაში დაამარცხა ემილი ლაზარე.
გმადლობთ. დამამარცხა არა ის. სისულელეა ეს ჩელენჯები. წამოაბა რამე ნამდვილი გავაკეთოთ. ფეხზე დგომით და რაღაც ტესტების წერით როგორ უნდა გავიგოთ ვინ არის ნამდვილი ლიდერი. კაი, ლაზარე, დამშვიდი. ვითამაშეთ, ვიხალისეთ უბრალოდ. გაჩვენდი რა. უკაცრავად? ნორმალურად მესაუბრე. იმაზეც კი არა მომიღია ხმა, ტელეფონს რო იყენებდი ტესტის დროს და მაინც მოგიგე. ისეთი ჩელენჯები მოგიფიქრეს, რაც შენ გაწყობდა. რაო? ხო, თქვენ წინასწარ იცოდით, რომ მიმილი ტესტში ჩემზე წინ იყო. თან თაფეხზე დგომაშიც გოგო უფრო დიდხანს გაძლებს ნაკლები წონის გამო. მარტივი გამოსაცნობია, თქვენც ემილისკენ იყავით. მე არავისკენ ყოფილვარ. არც მე. რა სისულელეა? არავის არაფერი არ ჩაუწყია. უბოდ ისე მოვიქდი და ყველას გვეხარისა. ხო და იხალისეთ ეხა მარტოებმა. წავედი მე. ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს დავუღებ არს ვაჩვენებსას მე ერთგულების და სიყვარულის წამს მუდამ იმედის და წმენის ნაპერწკალს მას მივანდობ თავს სულის მეომარს უფლის ნაჩუქარს ამ მეგობრობას არ გავატანთ ქარს ყველა წინაღობას